დღეს 13 წლის წინ ზუსტად ამ დღეს ქართულმა ხალხმა დაამარცხა ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს ქართულს ებრძოდა და სძულდა, დაამარცხა მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ხვების გეოპოლიტიკური თუ სხვა ინტერესებისთვის საქართველოს პაიკად წირავდა. ეს მოხდა 13 წლის წინ, იმიტომ რომ მაშინ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რომ თავისი მტკიცენებით აღდგომოდა იმ დიქტატურას, რომელიც დამყარებული ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას. 13 წლის წინ ნაცობა როგორც ხელისუფლება დამარცხდა, თუმცა ნაცობა როგორც ლიბერალურ ფაშისტური იდეოლოგიის ქართული ოფისი ჯერ კიდევ დასამარცხებელი არის. და ამას ხედავთ ჩვენ თუ როგორ მოქმედებს ეს ლიბერალურ ფაშისტური იდეოლოგია, ეს არის გამოწვევა დღეს მთელი მსოფლიოსთვის, ხედავთ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე იდეოლოგიის მატარებლები, რომლებიც სიძულვილს თესავენ და მათი დამარცხებაც როგორ ასე ვთქვათ რთული არის მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს სხვათა დროშების ფრიალს, რომელიც გულისხმობს სხვაგან ქვეყნის, საკუთარი ქვეყნის დასმენას, რომელიც გულისხმობს სიძულვილის თესვას, ეს იდეოლოგია არის ჯერ კიდევ დასამარცხებელი. მათ შორის 4 ოქტომბერს ქართველი ხალხს ექნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ თავისი მყარი პასუხი გასცეს იდეოლოგიას, ნაცობას, როგორც იდეოლოგიას, რომელიც გულისხმობს სხვების ინტერესების, სხვა ქვეყნების თუ სხვა გარიძალების ინტერესების გატარებას. ამიტომ ჩვენი 13 წლიანი გამოცდილებაც აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნაცობა როგორც ხელისუფლება დამარცხებულია, იდეოლოგია იკვებება გარედან და ამ იდეოლოგიას ჯერ კიდევ ჭირდება დამარცხება. აი სწორედ ეს ნაწილი ის მხრიდან ხაზგასმული, რომ ქვეყანა 13 წლის განმავლობაში არაერთი დამპყრობლების და არაერთი ბრძოლის წინაშე და ახლაც ამ პროცესს გადის და აქ უსოცხას რატომ არ მნიშვნელოვანი ამორჩევილიც მიდის და საკუთარი აზრები გააკეთოს. ის რაზეც საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ ქვეყანას ებრძვია გარედან, შიგნიდან და ეს ყველაფერი არის მიმართული დამოუკიდებლობის მიმართ. რა სიტყვით თქვენ უფრო მეტს ამ ნაწილში? ჩვენ ხედავთ, რომ დღემდე ეს ჯერ კიდევ 13 წლის წინ და დღეს საზოგადოებამ უკვე იცის, მაშინ როდესაც ქართველმა ხალხმა ჩამოაცილა ხელისუფლებას ნაცმოძრაობის მარიონეტული რეჟიმი, მაშინ როგორ გადაეფარა მისი გარე მფარველები სააკაშვილის რეჟიმს, რომ არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება. ჩვენ დღეს ხედავთ, როგორი ზეწოლა არის და თქვენ წარმოდგენების წარმოდგენა ადვილია, თუ რამხელა ზეწოლა იყო თავის დროზე, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო და მიზანი მხოლოდ ერთი არის, რომ შეენარჩუნებინათ ნაკვერჩხალივით ეს სიძულვილის პარტია და სიძულვილის იდეოლოგიები საქართველოში, რომ როგორც ნელი მოქმედების ნაღმი ყოლოდაც და საჭიროების შემთხვევაში გაეაქტიურებინა და ხედავდით ჩვენ ამ გააქტიურებას სხვადასხვა დროს ბოლო 13 წლის განმავლობაში და მათ შორის ხედავთ დღესაც ვაკვირდებით, რომ სრულად გარედან მართული დაჯგუფება არის, რომელიც შენარჩუნებული ყავთ იმისთვის, რომ ვინაიდან ვერ მართავენ ხელისუფლებას, მართონ ოპოზიცია და ესეთი მსგავსი დისკომფორტის და არეულობების შექმნის ცდილობებით აიძულონ ხელისუფლება, დაიყოლიონ საკუთარი ინტერესების გატარებაში. ეს არის მუდმივი ჭიდილი და ჩვენ თავარია ერთი რამე გაიაზროს ქართულმა ხალხმა და ვფიქრობ ბოლო 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებით რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ეს ყველამ დაინახა. ჩვენ ვფიქრობ, რომ ის ქართულმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია მოიხსნა ვარდისფერი სათვალეები, რომლითაც უყურებდა სამყაროს და მათ შორის უყურებდა ევროპას და ყველამ დაინახა, რომ ევროპა, ევროკავშირი როგორც ასეთი არ არის რაღაც წმინდანების თავყრილობა, რომელიც სხვათა ინტერესებით მოქმედებს. ყველა ძალიან მშრალი, ძალიან პრაგმატული, გააზრებულ საკუთარ ინტერესებს ატარებს. და ჩვენ დავინახეთ უკრაინა-რუსეთის ომის დროს, როდესაც შევხედეთ, რომ არავის ევროკავშირში, არავის ბრიუსელში ჩვენი ინტერესები არ ადარდებდა. ყველამ გაგვწირა მაშინ ჩვენ
რუსეთთან ესკალაციისთვის გაგვწირა ყველა, მათ შორის გაგვწირა მათი NGO-ების და ნაცმოძრაობის ხელით, ოდესაც გვიბიძგებდნენ რუსეთთან ესკალაციაზე და მაშინ დაინახა ქართულმა ხალხმა, რომ ეს წარმოდგენა, რომ თითქოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის ღირებულება, რომელსაც ყველა ეტრფის, სინამდვილეში ეს არის კონსტრუქცია, რომელსაც პატარა ქვეყნებს აჯერებენ, რომ თითქოს სამყარო წესებზე დგას და სინამდვილეში ეს არის ცივი გათვლის და საკუთარი ინტერესების გატარების იგივე პოლიტიკა, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე არსებობდა. სინამდვილეში ამას ხედავთ ჩვენ ყოველდღიურად, მათ შორის საქართველოს მაგალითზე ხედავთ, როგორ უხეშად არღვევენ საერთაშორისო წესებს, ვენის კონვენციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს მიმართ. ამიტომ ეს არის მთავარი გაკვეთილი, რაც ქართულმა ხალხმა მიიღო ამ 13 წლის განმავლობაში, რომ როდესაც თუ კი გინდა იყო დამოუკიდებელი და სუვერენული, ამისთვის უნდა იყო მზად, რომ გაუძლო მზეწოლებს, რომელიც მოდის. დამოუკიდებლობა და თავისუფლება არც საბჭოთა კავშირის უჩუქებია ჩვენთვის, მოვიპოვეთ და არც სხვა მიმართულებიდან არავინ გვაჩუქებს ამას. ყველას ენდომება ყოველთვის და ამას ვხედავთ ჩვენ დღესაც, რომ არის სურვილი, რომ მოგძიძგნონ ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი და ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ არ დავთმოთ ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. საქართველოს პარალელურად საუბრობს მშვიდობის ფასზე, შეიძლება ამ თემაზე აქციასთან დაკავშირებით ოპოზიცია, რომელიც საუბრობს, რომ მშვიდობიანი უნდა იყოს ეს აქცია, პარალელურად ამ დღების განმავლობაში ვნახეთ რეალურ მიზნებზეც მათი მხრიდან საუბარი იყო, რომ უბნები უნდა გავარღვიოთ, ეს იქნება დამხობა, მათ შორის ირაკლი ნადირაძემ თითქოს გედედეს გეგმაც გაასაჯარო. აი, რასთან გვაქვს საქმე და რა იქნება თქვენი პასუხი? არჩევნებამდე საკმაოდ მცირედ ფიქრობ, რომ ყველაფერი დღეს უკვე ცხადია, ჩვენ ნახეთ, რომ არის საჯაროდ გაცხადებული, რომ იგეგმება ძალადობა ნაცმოძრაობის მხრიდან. 4 ოქტომბერს გეგმავენ ისინი უკვე ცხადია, რომ გეგმავენ ძალადობას და ჩვენ ნახეთ, რომ ევროკომისიის პრესპიკერმა სოლიდარობა გაუმოუცხადა ნაცმოძრაობის მიერ დაგეგმილ ძალადობას. ეს არის, რა თქმა უნდა, გამოუგნებელი სკანდალი, როდესაც საჯაროდ არ ვიცი მე წამოწდენა იყო თუ რა იყო, მაგრამ საჯაროდ ევროკომისიის პრესპიკერმა გაიზიარა პასუხისმგებლობა ნაცმოძრაობის მიერ დაანონსებული ძალადობის მიმართ. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ეს ყველამ უნდა კარგად გაიაზროს შინ და გარეთ. 4 ოქტომბერს ნებისმიერი ძალადობა, რაც კი მოხდება ნაცმოძრაობის და აქციის ორგანიზატორების მონაწილეების მხრიდან, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას მისი სპიკერის სახით, შესაბამისად ევროკავშირის საელჩოსაც, რომელსაც ამასთან დაკავშირებით რაიმე გამიჯვნა არ გაუკეთებია. ამიტომ ყველას ვეუბნები კიდე ერთხელ, მოხდება ერთი ფაქტიც ძალადობისა, ერთი ქვაც გაისვრიან, აღარ ვსაუბრობ მოლოტოვის კოქტეილებზე და სხვა პიროტექნიკაზე, რომელიც ესე როგორც ჩანს ევროპული ღირებულების ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის, მოხდება ერთი ფაქტიც, რაც ფაქტიც მოხდება, ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან ისინი, ვინც სოლიდარული არიან მოძალადეების მიმართ და რაც შეეხება სახელმწიფოს ძალიან მშვიდად და საქმიანად აკვირდება შესაბამისი სამსახურები, რაც ხდება, ყველაფერზე არის ინფორმაცია, მათ შორის ნახეთ თქვენ სხვადასხვა სქემები, როგორ იყენებენ მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებს იმისთვის, რომ შიდა ტერორისტები მოამზადონ, ყველაფერი ეს არის დაკვირვების ქვეშ, ყველა ინფორმაციები არის ცნობილი, ყველა ეს კავშირები არის ცნობილი, როგორც კი იქნება ძალადობის ფაქტი, როგორც კი იქნება შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის საკმარისი წინაპირობები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იმოქმედებს. კიდევ ერთხელ არავის და მათ შორის არც ბრიუსელის რომელიმე ბიუროკრატს ჩვენ საქართველოს 90-იან წლებში არ დავაბრუნებინეთ. თუ კი ასე ზედაპირულად და გულცივად უყურებენ ქვეყანას და გონიათ, რომ შეუძლიათ საკუთარი
პოლიტიკური ინტრიგებისთვის გამოიყენონ საქართველოს, ამაში ძალიან მწარი ცდება ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ თანამდებობაზე ნებისმიერ ქვეყანაში. ნადირაძეზე კითხავთ, შესაძლოა სამინისტროს გეგმას ავრცელებენ ისინი, რასაც წილად მიხალე ამათობას ხო, რომ ეს გეგმა არის ძველი შაიშმელაშვილის ძველი გეგმა, რომელიც დაუარეს თავის დროზე და ახლა ფეიქ ინფორმაციებს ავრცელებენ სოციალურ ქსელშიო, არ არის ეს რეალური გეგმა, როგორ აფასებთ ზოგადად ამას და რაზე მიუთითებს მათი მხრიდან? ნუ საერთო ჯამში აჩვენებს მათ განწილულ მდგომარეობას. ნახე მეც და ნუ სასაცილოა ხო იმასაც კი არ დააკვირდნენ რომ დიდი ხანია უკვე საქართველოს პარლამენტის შემოსასვლელი ჭიშკრები სხვანაირად გამოიყურება მათ შორის დამატებითი გამაგრებაც აქვს სწორედ იმიტომ რომ შიდა ტერორისტები ყავს რომელიც გარედან იკვებებიან ასე რომ ნუ ეს ამან გაყიდა საბოლოო ჯამში რომ ეს არის შაიშმელაშვილის მიერ რაღაც მიწოდებული რაღაც ფურცლები და ეს აჩვენებს ერთ რამეს პირველი რომ რაც შეეხება ბატონ შაიშმელაშვილს პირველი რომ ის როდესაც ადამიანი რომელიც სამხრეების ქვეშ იყო გარბის ქვეყნიდან და გარედან ცდილობს ქვეყანაში 90-იან წლების დატრიალებას და ძალადობის წაქეზებას ეს არის უმაღლესი ხარისხი ქვეყნის ღალატისა როდესაც სამოქალაქო პირი ჩადის ღალატს ეს ერთია, მაგრამ როდესაც ადამიანი სამხრეების ქვეშ თავის სამშობლოს ღალატობს, ძალიან კარგია რომ იქ არის სადაც არის, იმიტომ რომ ის ამ საზოგადოების ნაწილი ვეღარასოდეს ვეღარ გახდება, როდესაც სამხრეების ქვეშ ყოფი ადამიანი, რომელმაც ამ პერიოდი გაატარა სამხრეებში და ფორმაში, როდესაც ასეთი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში ცდილობს რომ დაატრიალოს 90-იანი წლების უბედურება და ტყვია გავარდეს, ასეთ ადამიანს არაფერი ესაქმება ქართულ საზოგადოებაში, იყოს იქ სადაც არის და ვინც მას რთავს და ასე ვთქვათ, ეთერს აძლევს, მათ მორალურ პოზიციასაც კარგად აჩვენებს და მათ შორის ვინც მას იფარებს. კრალიკის ექსკლუზივი დავაზარკითხეთ ოფისის თანამშრომლებს ყოფილ თანამშრომლებს უпростоრად 29 სექტემბერს ჩაირიცხათ თანხა დანიშნულებაში ამ თანხის ეწერა საპენსიო თანხა ისევ როგორც ამ სქემის ახალმონაწილე უნივერსიტეტებს და შეხვედრებს ეს თანხაც ჩარიცხულია ბანკოკიდან აი თქვენ ამ თემაზე აქამდეც არაერთხელ ვისაუბრეთ მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ახალ ჩარიცხვასთან დაკავშირებით რას გეუბნებათ? ვერ გეტყვით ხა ის რომ USAID პენსიაზე გავიდა ეს უკვე ვიცით და ძალიან კარგი რომ როგორც მას უწოდა ამერიკის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ეს თაღლითური ორგანიზაცია იხურება და ძალიან კარგია რომ ასეთ თაღლითურ ორგანიზაციას აღარ ექნება შესაძლებლობა საქართველოსში მავნე ოპერაციების განხორციელებისა ჩვენ ვიცით წარსულიდან რომ USAID იყო მთავარი დამფინანსებელი და რესურსების მიმწოდებელი საქართველოში არეულობებისა ჩვენ ვიცით რომ 2020 წლის პარალელური დათვლის გაყალბებაში მონაწილეობდა USAID ჩვენ ვიცით რომ 2024 წლის პარალელური დათვლის შედეგების არ გამოქვეყნებაში მონაწილეობდა USAID ჩვენ ვიცით რომ კანვასის ტრენინგების სადაც შიდა ტერორისტებს ამზადებდნენ ეს იყო დაფინანსებული USAID-ის მხრიდან ეს იყო ერთი დიდი თაღლითური ორგანიზაცია რომლის მთავარი მიზანი იყო სხვა ქვეყნებში არეულობის შეტანა და საქართველოს ამ მხრივ მათ შორის დაფინანსების რაოდენობის მხრივ იყო გამორჩეული და სწორედ ამისი შედეგი იყო საქართველოში სხვადასხვა დროს სხვადასხვა არეულობები ასე რომ რა თქმა უნდა ყველა ამგვარი ორგანიზაცია რომლის მიზანიც არის სხვა ქვეყნებში არეულობის შეტანა და მისი როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თავის პირველივე განკარგულებაში აღნიშნა ქვეყნებისთვის ძირის გამოთხრა და საზოგადოებებისში დაპირისპირების შეტანა ესეთი ორგანიზაციები რომ იხურება ასე რომ არც პენსია ღმერთმა შეარგოს ყველას თუ კი ეს პენსიის სახით არის მაგრამ ესეც კარგია რომ როგორც იქნა ორგანიზაცია რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში არეულობის მთავარი დამფინანსებელი იყო იკეტება ასე რომ ვინც პენსიას იღებს უსურვებ რომ თავის პენსიამ შვიდად მოიხარო შვიდ საქართველოში რომელიც მათ ვერ არიეს და ქართულ მოცემას შეძლო რომ შეენაჩუნება სიმშვიდე თორემ აქ თუ ავყვებოდით ჩვენ იმას რასაც USAID აფინანსებდა და აქ 90 წლებს დაატრიალებდნენ კანვასების დატრენებული შიდა ტერორისტები ის არც ის პენსია შეერგებოდათ
და არ ვიცი რა სად იქნებოდნენ კიდევ მეთქო. მოდი აქეთ გადმოვიდეთ. აი ერთი და გადმოვიდივარ აქ. ორგანიზაციებს დავაკავშირდით და ისინი არ აპირებენ არჩევნებზე მისვლას, არც დაგროვებას, არც მონაწილეობის მიღებას როგორც მოქალაქეები. მხოლოდ ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ ამირებს დააკვირდეს არჩევნებს, მივიდეს უბრალოდ ნახოს როგორ ხდება, რამე ხომ არ შეიცვალა. აი რა რჩება მაშინ მათ მიზნად? თუ ადრე გვახსოვს უფრო მოწოდებდნენ ამ არჩევნებს, მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე. ეს არის შვენიერი მტკიცებულება. ეს არის შვენიერი მტკიცებულება. არასამთავრობო ორგანიზაციებს უთქვამთ, რომ არ მივალთ არჩევნებს მონაწილეობას, არ მივიღებთო მილიონერებს. ეს არის შვენიერი მტკიცებულება. თუ სინამდვილეში რაში იხარჯებოდა ფული, იმ რასაც ეძახდნენ დემოკრატიის გაძლიერებას, სინამდვილეში აი აჩვენა მათმა დამოკიდებულებამ დემოკრატიული პროცესების არჩევნების მიმართ, რომ ეს არიან ჩვეულებრივად ჯგუფები, რომლის ამოცანა არის ძალაუფლების მოპოვება და ამ შემთხვევაში მათი დანიშნულება იყო მათი დამფინანსებლებისთვის საქართველოში ძალაუფლების ბერკეტების მიცემა. ეს არის კარგი მაგალითი ამისა. თქვენ გახსოვთ, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული იყო აქციაში, თუ რა ვიცი, ჰქონდა თავი ღონისძიებები, რომ გამოდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, მე მივდივარ არჩევნებზე, ასე შემდეგ და მილიონები დაიხარჯა ამ ყველაფერში უცხოური ფული. წელს კი ამბობენ, რომ ეს ყველას პირადი საქმე არის, თითქოს არჩევნებზე წასვლა. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ამ ორგანიზაციების სახით სინამდვილეში უცხოური დაფინანსებით ყავს არა დემოკრატიის მხარდამჭერები და გამძლიერებლები, არამედ ყავს ანტიდემოკრატიული ორგანიზაციები, რომელთა მთავარი მიზანი არის სახელისუფლებო ბერკეტების მოპოვება და მათი გაზიარება მათი დამფინანსებლისთვის და უცხო ძალებისთვის. ასე რომ ეს არის მომენტი, როდესაც თავადვე აღიარეს, რომ ესენი არიან, რომ ეს ორგანიზაციები არიან დემოკრატიის მტრები და მათ შორის მათი მიზანი არის ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისთვის საარჩევნო უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლა. და ეს ყველაფერი ჩვენ დავიმახსოვროთ და ყველა საბოლოო ჯამში როდესაც გვექნება შესაძლებლობა სხვადასხვა საელჩო რო დაიწყებს შემდეგ საუბარს დაფინანსებაზე და წუწუნს, სხვადასხვა დონორი ორგანიზაცია ამობეჭდეთ, ააფარეთ ყველა სახეზე, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები დემოკრატიის მტრები არიან საქართველოში და არ აღიარებენ დემოკრატიულ ინსტრუმენტებს, არამედ სწორედ სურთ დემოკრატიის გვერდისავლის ძალაუფლების მოპოვება. კიდევ ერთხელ საარჩევნო უფლების განხორციელებაში ხელის შესვლა არის სისხლის სამართლის დანაშაული. საჯარო დაწესებულებების პიკეტირება არის სისხლის სამართლის დანაშაული. ძალადობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოლოტოვის კოქტეილის როლა არის ტერორიზმი, შიდა ტერორიზმი. პოლიციაზე თავდასხმა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ყველაფერი დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულები. ნაცმოძრაობა 4 ოქტომბერს აორგანიზებს და აანონსებს სისხლის სამართლის სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას და არის სირცხვილი, რომ დაანონსებულ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას სოლიდარობას უცხადებს ევროკომისია მისი პრესპიკერის სახით. ამიტომ ჩვენ ამას უნდა შევხედოთ როგორც ერთიან გეგმას საქართველოს 90-იან წლებში დაბრუნებისა. ამიტომ უნდა გვახსოვდეს რომ ერთი რამ, რომ საქართველოს მისი სახელმწიფო ინსტიტუტები დიდი ხანია უკვე გაცდნენ 90-იან წლების მდგომარეობას, რა თქმა უნდა, არავინ არ მისცემს არავის შესაძლებლობას, რომ ჩაედინოს სისხლის სამართლის დანაშაული და დარჩეს დაუსჯელი. მაგრამ აქვე კიდევ ერთხელ ყველა ხმამაღლა მოლაპარაკე დიპლომატის და სოციქსელების დიპლომატის გასაგონად და დონორების თუ უცხო პოლიტიკოსების გასაგონად ვიტყვი. ყოველდღიურად ნაცმოძრაობა და მასთან გაერთიანებული NGO-ები აანონსებენ სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენას. ან ისინი გაიხმობენ მათ NGO-ებს და
აუხსნიან რომ რას ნიშნავს სამართლებრივ ჩარჩოებში ყოფნა და ნაცმოძრაობას და სხვებს ვინც ახლა გეგმავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, ან როდესაც ეს საქმე დადგება ფაქტის წინაშე იქნება ჩაიდენა სისხლის სამართლის დანაშაულს და სახელმწიფოს ექნება რეაგირება, მერე ნუღა იქნება ნიანგის ცრემლები მათი მხრიდან, ვინაიდან დღეს სწორედ ევროკომისიის პრეს-სპიკერის მიერ ნაცმოძრაობისთვის გამოცხადებული სოლიდარობით არის წაქეზებული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა შესაბამისად. იქნება დანაშაული, იქნება პასუხი ამაზე და შემდეგ ნიანგის ცრემლები არ დავინახოთ ზოგიერთი ელჩის თუ უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან. აი, გაბრუნდო. ისი? იმისთვის რომ შესაძლებელი გახდეს რომ საქართველოს შეასრულოს ყველა ის ვალდებულება რაც ევროპის საბჭოს წევრობა რასაც გვაკისრებს ჩვენ. ხო, საუბარი ევროსასამართლოსთვის მიმართვაზე, ჩილუზე ქართული ოცნების წინააღმდეგ თუ ასე გასაგებად ვიტყვით და ასევე პარტიული დიქტატურის საფრთხეც. ვაუჩი, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო საარჩევნებს, საბა რა უნდათ? რა არის? ევროპა არის რომ წამების ადამიანების მწამებელს უწოდო პოლიტიკოსი? შეგახსენებთ რომ ეს ის პასე არის, რომელსაც რეზოლუცია მიიღო და მიხეილ სააკაშვილს უწოდა პოლიტპატიმარი. ასე რომ მათი მორალური სტანდარტი ბევრად უფრო დაბალია ვიდრე ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული ღირებულებებისა. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ამ დონეზე ვერ დავალთ იმ მორალურ სტანდარტზე, რომელიც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენებას, რაც იკადრა თავის დროზე პასემ. და მიზეზი მარტივი არის. პასე გახლავთ სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის წევრების კრებული და კი ვაკვირდებით როგორი პარლამენტის წევრები არიან, აგერ აქ ყავდნენ 2024 წლის 11 ნოემბერს არჩევნებიდან ერთ კვირაში ყავდნენ რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელები და მათ შორის შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა კომიტეტის თავმჯდომარემ ხალხს მოუწოდა მაიდნისკენ. ანუ ხოცვაჟლეტისკენ მოუწოდებდა ხალხს. ასე რომ კიდევ ერთხელ და შესაბამისად ეს ხალხი არის ზუსტად პასეში წარმოდგენილი და სამწუხაროდ პასეს იყენებენ როგორც საკუთარი პოლიტიკური ინტრიგების მიღწევის ინსტრუმენტს და პოლიტიკურად მოტივირებულია შესაბამისად ამგვარი პროექტები. რაც შეეხება თავად პროექტს მე გავეცანი და სასწაულია რომ რამდენიმე აბზაცი არის და ყველა აბზაცი არის ტყუილი. ან ხო ამასაც ხო მოხერხება უნდა. ყველა აბზაცი შეგვიძლია გავიაროთ აბზაც, ყველა აბზაცი არათუ მანიპულაცია, დეზინფორმაცია, ჩვეულებრივ ტყუილი არის, ასე ვთქვათ, რომელსაც ნუ ამიტომაც გვაქვს საბოლოო ჯამში ასეთი მდგომარეობა, რომ აღარ არსებობს სამწუხაროდ ზოგიერთისთვის რაიმე სტანდარტი ღირებულებებისა, არის მხოლოდ პოლიტიკური მიზანი და პოლიტიკურ მიზანს არგებენ შემდეგ ასეთი სახის ტექსტებს. რაც შეეხება შინაარსს და პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ შევეხები, ხომ? აგერ მოლდოვაში არჩევნებამდე 2 დღით ადრე მოხსნეს 2 პარტია. რამე გაგიგიათ კრიტიკული შენიშვნა ამასთან დაკავშირებით. მათ შორის მანამდე მოლდოვაში გაუქმებულია მოლდოვა რა მნიშვნელობა პრორუსულია თუ პროამერიკული რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ კანონის ჩარჩოების მიღმა არის თუ არ არის, არ ღვევს თუ არა კონსტიტუციას თუ არ ღვევს. ამაზე ხო საუბარი. ხო, ანუ აი ხო, მათ შორის ხო, აი უყურეთ, ბევრი ამას იტყვა და ბევრი იმას იტყვა. ამიტომ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, ჩვენ საქართველოს პარლამენტმა ჩაატარა საპარლამენტო გამოძიება ნაცმოძრაობის რეჟიმთან დაკავშირებით, რომელიც გამოძიების გარეშე თითოეულმა მოქალაქემ თავის თავზე გადაიტანა თუ რას ნიშნავს ეს რეჟიმი, შესაბამისად განიხილავს ამას საკონსტიტუციო სასამართლო და მიიღებს თავის გადაწყვეტილებას და როდესაც პოლიტიკურად მოტივირებული გამოსარჩელებაა ნაცმოძრაობის მიმართ, იმ ხალხის მხრიდან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უწოდეს პოლიტპატიმარს, პასეს რეზოლუციით. რა თქმა უნდა, ხა ასეთ პუნქტებს ჩვენთვის არანაირი ღირებულება არ აქვს. ის ვინც მიხეილ სააკაშვილს უწოდებს პოლიტიკურ პატიმარს, მათი აზრი საქართველოსთვის აქვს 0 ფასი. რაც შეეხება
ოღონდ მიმართ საქმე ხო იმაშია რომ სტრასბურგის სასამართლოს რაც შეეხება ვინც კი მიმართა ყველა დამარცხდა საქართველოსთან მათ შორის აი ეს ხალხი მიხეილ სააკაშვილს რომ ესარჩლებოდნენ გახსოვთ თქვენ ევროკავშირის ელჩები რომლებიც ცრუ ნარატივის დემარშით მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან და ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გაყვანას ქვეყნის გარეთ და რეალურად მის გათავისუფლებას. ხო დამარცხდნენ რამდენიმე კვირაში საქართველოსთან და ამხილა სტრასბურგმა რომ ეს ელჩები ცრუ ნარატივით და ყალბი ნარატივით ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას. გვარამიას საქმე, მელიას საქმე რომელი ერთი ჩამოთავ სააკაშვილის საქმე, რუსთავი ორის საქმე, ყველა საქმე არ ყოფილა არ ვიცი, უყურეთ, ყველამ თავის უნდა თუ პრეცედენტული იყოს, უნდა უპრეცედენტო იყოს, საქმე ამაში ხო არის. საქმე იმაშია, რომ ყველა ვინც საქართველოს სახელმწიფოს დაეჯახა საერთაშორისო სასამართლოში, ყველა დამარცხდა, მათ შორის არბიტრაჟებში. არ ვიცი, მე ანუ ხალხი ეს დოკუმენტი შედგენილია იმ ხალხის მიერ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უწოდეს პოლიტპატიმარს. წერტილი, მორჩა ხა ამაზე. არა, რა თქმა უნდა, იმ ხალხის მხრიდან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეძახის პოლიტპატიმარს, ეს არის მათი რეპუტაციის დაზიანება უპირველეს ყოვლისა. ხალხი, რომელიც ეს ხალხი უკვე ბევრჯერ დამარცხდა საქართველოსთან, საერთაშორისო სასამართლოში. ეს ხალხი დამარცხებული. ეს ხალხი რაც უნდათ ის განაგდო მათი გადაწყვეტილება არც კი ვიცი ეს რა ინსტრუმენტია საერთოდ ჯამში, მაგრამ რაც უნდათ ის გააკეთოს. საქმე იმაში არის, რომ არ გვადარდოს. იმიტომ რომ ვინც კი საქართველოს დაუდგა სასამართლოში ყველა დამარცხდა. ეს ხალხი ბევრჯერ დამარცხდნენ საქართველოსთან, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში. დამარცხდნენ გვარამიას საქმეზე, აი ჟურნალისტის სინდისად რო გამოგვიცხადეს, დამარცხდნენ გვარამიის საქმეზე, მელიას საქმეზე, სააკაშვილის საქმეზე, ყველა საქმეზე ეს ხალხი უკვე დამარცხებულია. ამიტომ ამ თაღალდებს, რა თქმა უნდა, არანაირი დატვირთვა ქართული ხალხისთვის არ აქვს. ის ხალხი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მოიხსენებს პოლიტპატიმრას, მათი მორალური სტანდარტი არის იმდენად დაბლა, რომ საქართველოს, რა თქმა უნდა, ამას სერიოზულად ვერ ბაღებისა და სკოლების ტენდერების აღებას, შემდეგ ამ ტენდერების შეუსრულებლობას და შესაბამისად მილიონების განხილვაზეა საუბარი. მინედავ. ბიუჯეტიდან. თქვენივე შესაბამისი უწყებები. არავინ არ ედავება, თქვენ გინდათ იგივე სახის ყალბი ამბავი შეთხზათ, რაც 2 წლის წინაც ზუსტად იგივე კომპანიაზე იყო საუბარი, მაშინ ირაკლის ზარქვამ ყველას გასცა სათანადო პასუხი ამ კომპანიასთან დაკავშირებით, რომელიც თავის დროზე იყო მისი ოჯახის წევრის იყო არანაირი კავშირი ამ შემდეგ რა ვიცი ამ ხელშეკრულების შესრულებასთან მას ჰქონდა ამაზე განცხადება კიდევაც და ეხლა არის ცდელობა რომ იგივე დეზინფორმაცია და ყალბი ამბავი შემოატრიალოთ ხელახლა. მე პრობლემა არ ვიცი ხა როდის რა იყო, მაგრამ პრობლემა არა უყურეთ უყურეთ კიდე ერთხელ 2 წლის წინ იგივე მცდელობა იყო ამ ყალბი ამბით რეპუტაციის შელახვისა, ამაზე პასუხი გასცა ირაკლის ზარქვამ, მათ შორის პარლამენტის დარბაზიდან და ვერავინ ვერ შეედავა მას ამ განცხადებაში. ახლა კიდევ არის მცდელობა, რომ ეს ყალბი ამბავი ხელახლა შეეცვლათ. თავისთავად. გასცა ამაზე, იმიტომ რომ არანაირი კავშირი მის ოჯახის წევრებს აი ამ ხელშეკრულების შესრულებასთან არ ქონდა. ნუ ახლა გიპასუხებ. უყურეთ 2 წლის წინ მათ შორის თქვენი ტელევიზიაც იქნებოდა ალბათ 2 წლის წინ თქვენი შეთხზულია ეს ყალბი ამბავი, გასცა პასუხი ამაზე ირაკლის ზარქვამ, რაიმე კონტრპასუხი აღარ ყოფილა, მორჩა ეს საქმე. მე უყურეთ კიდე ხა მე ხო დეტალებს ხო არ გეუბნები, მე გეუბნებით რომ ანუ დიახ, იმიტომ რომ იყო ყალბი ამბავი, რომელსაც უპასუხა ირაკლის ზარქვამ 2 წლის წინ და ამითი თქვენმა ტელევიზიებაც მაშინ დახურეს საკითხი, ვინაიდან ცხადი იყო, რომ ეს იყო აბსოლუტური ყალბი ამბავი. მე ხა მცდელობა არის 2 წლის წინ რომ
ესე თქვა სიყალბეში ხილებული იყავით და ეხლა ვცდილობთ ხელახლა ეს სიყალბე გამოაცოცხლოთ, აი ეს რა სპორტი არის გამოგებინეთ. ეხლა საკუთარ რეპუტაციას მაიწყობენ ეს. აი, ნუ მე სხვა პასუხი თქვენთვის აღარ მაქვს გისმენთ. ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე კითხვას დავსვამ უპირველეს ყოვლისა 13 წელი გავიდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნიდან და მე მაინტერესებს სად არის თავად ბიძინა ივანიშვილი. გუშინ მათ შორის ღონისძიებაზე იყავით წარმოდგენილი ქართული ოცნება და იყო მოლოდინი რომ იქ მაინც გამოჩნდებოდა ახლა წესით ხალხთან ერთად უნდა აღნიშნავდეს და ზეიმოვდეს აი ამ 13 წლის თავს ხელისუფლებაში ყოფნის, მაგრამ არცაც ჩანს და ოფისში დაწერილი და გამოქვეყნებული წერილით ახსენებს ხალხს რომ 13 წელია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია. სად არის ბიძინა ივანიშვილი ბატონიშა? ხა იზღა გვაკლია ქართულ ოცნებას, რომ ლელომ დაგვიდგინოს ჩვენ დღის წესრიგი და განრიგი, რას როგორ აღნიშნავთ და სად ვინ მივა. მე მგონი ეს არის სრულად ქართული ოცნების და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი, ვინ სად მივა, ვინ სად იქნება ჩართული და როგორ იქნება ჩართული. რაც შეეხება ხალხს, ხალხი თავის პასუხს იტყვის 4 ოქტომბერს არჩევნებზე, როდესაც ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე გამოვა საარჩევნო უბნებთან და თავის პასუხს გასცემს ყველა შიგნით და გარეთ, ვინც ცდილობს რომ საქართველოს გახვიოს დააბრუნოს 90 წელს. ბატონი ბიძინა სად არის ბატონო შალვა და რატო არ აღნიშნავს მაგალითად ამ ყველაფერს ხალხთან ერთად? არ ჩანს 13 წელია ხელისუფლებაში ადამიანი და ესე ხალხს ელაპარაკება განცხადებებით და წერილებით. რატომ არ ჩანს სად არის ბიძინა ივანიშვილი? თქვენს გემოვნებას ვერ დააკმაყოფილებს ბიძინა ივანიშვილის თუ ქართული ოცნების საქმე, ვინაიდან თქვენ ხართ ლელოს წარმომადგენელი და კიდევ ერთხელ ლელოს დღის წესრიგი თქვენ სად არის მეთქი ბატონო შალვა? სად არის ბიძინა ივანიშვილი? რას გესწრებით? წერილებით ელაპარაკება ხალხს 13 წელია ერთი წამის პატრიოტულად თქვენ როგორ თქვენ რა სურვილი გაქვთ? რა ფორმით გინდათ თქვენ კომუნიკაცია? ხალხთან არ გამოდის და ახლა 13 წლის შემდეგ წერილით ახსენებს ხალხს თავის თავს ქართულ ოცნებას და ასე შემდეგ. რატო არ ჩანს ხალხთან ყოთა აღარ აქვს ბიძინა ივანიშვილი? კიდევ ერთხელ ლელოს შესაძაფებელი კიდე კარგი ლელოს შესაძაფებელი არ არის ქართული ოცნება და მის საპატიო თავმჯდომარე როგორ თქვენ რა გინდათ რა რისი დანახვა გნებავთ თქვენ? როგორც მოვიდა ხელისუფლებაში ისე რატომ აღარ ჩანს ხალხთან? თქვენი დღის წესრიგი და თქვენი განრიგით ხო ვერ იმუშავებს ქართული ოცნება. 4 ოქტომბერს გაეცემა თქვენს ყველა კითხვას პასუხი, როდესაც ქართული ხალხი გამოვა და კიდევ ერთხელ მათ შორის ლელოს მიუჩენს თავის ადგილს. რა ძალიან გინდათ ესე იგი თქვენ პირად შეხვედრა? ივანიშვილი რატომ არ ჩანს ამ დროს? 13 წელი გავიდა არა, იმიტომ რომ თქვენ კიდევ ერთხელ თქვენი გადასაწყვეტი და განრიგის დასადგენი არ არის, ვინ როგორ იმოქმედეს, იმიტომ რომ თქვენი დასადგენი არ არის. ან კითხვა გეზარებათ თუ რა ხდება? არა, კითხვა არ გვეზარება. ბიძინა ივანიშვილს ხომ არ ეზარება ხალხთან გამოსვლა? კიდევ ერთხელ ლელოს განრიგით ვერ იმოქმედებს ქართული ოცნება. ლელოს განრიგით აგე პასუხს მიიღებთ 4 ოქტომბერს. ჩვენ რაც შეეხება 1 ოქტომბერს და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რაც შეეხება მშვიდობას და მშვიდობის შენარჩუნებას. ჩვენ ვართ ალბათ ჩვენს ისტორიაში მათ შორის უნიკალური პერიოდის მომსწრე, როდესაც გვაქვს დამოუკიდებელი ქვეყანა, 13 წლიანი უწყვეტი მშვიდობა და ამისი შედეგები არის თვალნათელი. რას ნიშნავს? რა მოაქვს მშვიდობას, ამას ხედავთ ჩვენ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაში, ამას ხედავთ ჩვენ ქვეყნის განვითარებაში, ამას ხედავთ ჩვენ ყველა საერთაშორისო შეფასებაში, რომლის მიხედვითაც საქართველო არის მოწინავე იმ ეკონომიკური განვითარების ტემპებით, რომელიც სხვა ქვეყანას აქვს, არის მოწინავე, მათ შორის ინსტიტუციურადაც და შეხედეთ ნებისმიერ რეიტინგს, კორუფციის სიმცირის, ეკონომიკური ზრდის, მთავრობის ეფექტიანობის, ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე. და არის მოწინავე იმიტომ, რომ ჩვენ უზრუნველყავით
13 წლიანი უწყვეტი მშვიდობა. ეს არის ის, რაც ბიძინა ივანიშვილი, რასაც ბიძინა ივანიშვილი დაპირდა 13 წლის წინ არჩევნებისას საქართველოს მოსახლეობას და ეს არის ის რაც ისი შესრულებაც გვაძლევს შედეგებს ჩვენი ქვეყნის განვითარების მხრივ. გაიხედეთ ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერი მიმართულებით დაწყებული ინფრასტრუქტურით და დასრულებული და გაგრძელებული სპორტით მათ შორის რა მიღწევები აქვს საქართველოს. თქვენ რა გონიათ რომ სპორტული მიღწევები რაიმე რაღაც არაბუნებრივი მოვლენების შედეგია თუ რაღაც შემთხვევითობა არის. ეს არის შედეგი იმის რომ არის 13 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რამაც შესაძლებლობა მოგცა რომ ეკონომიკურად განვითარებული იყო, რამაც შესაძლებლობა მოგცა რომ სპორტული ინფრასტრუქტურა განვითარებული იყო, რამაც შესაძლებლობა მისცა რომ ის ტალანტი და ნიჭი რაც ქართველ ბავშვებში თავის დროზე იყო, ეს განვითარებული იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და სპორტული ხელმძღვანელობით და სწორედ ამან მოგვიტანა შედეგი, რომ სპორტის ბევრ მიმართულებაში საქართველოს შეძლო ისტორიული შედეგების მიღწევა სხვადასხვა ასპარეზობებში. აი, ბიძინა ივანიშვილის დაპირებებზე მინდოდა რომ გამეგრძელებინა ბატონო შალვა. ივანიშვილის ერთ-ერთი დაპირება მათ შორის იყო ბატონო შალვა, გასაოცარი დემოკრატია. შეიძლება პარადრომალურ სინამდვილე თვალზე ბატონო შალვა, რომ შეაფასოთ ის მთავარი პრიორიტეტები რა იქნება, რაც ახლა პირველად ვერსიაში არის გასაგები. უპირველეს ყოვლისა, ბიუჯეტი, რომელიც განხილვას პარლამენტი შეუდგება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და წლის ბოლომდე მივიღებთ, არის კიდევ ერთი ასახვა ქვეყნის სწორი მიმართულებისა. ეს არის ჩვენი მიზანი. ეს არის სინამდვილეში ეროვნული ინტერესი და არა ის, რასაც ჩვენ გარედან რისკენად ჩვენ გარედან გვიბიძგებენ. ჩვენ დაგვეჯერებინა თავის დროზე ბრიუსელისთვის და ზოგიერთი არამკითხე მრჩევლებისთვის დაგვეჯერებინა. არა თუ ეკონომიკური ზრდაზე და გაზრდილ ბიუჯეტზე, გაზრდილ პენსიების გაზრდაზე გვექნებოდა საუბარი და სხვადასხვა დიდი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დღეს გვექნებოდა სადარდებელი ის დანგრეული, ომისგან დანგრეული ქვეყანა, როგორ აღვედგინა. ვინც დაუჯერა ამ მავნე რჩევებს გარედან, ხედავთ, სადაც არიან. მათ შორის მოლდოვის მაგალითიც მოვიყვანე, რომელიც ზუსტად თუ დააკვირდებით, თვეებით ემთხვევა, რომ მოლდოვა, რომელიც 2021 წელს ომამდე, უკრაინაში მინდოდა ომამდე 2021 წელს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა 2022 წლიდან, როგორც კი დაიწყო ომი უკრაინაში და როგორც კი დაიწყეს სხვების აზრების გათვალისწინება და არა საკუთარი ხალხის ინტერესების მიყოლა, ზუსტად იმავე მომენტიდან ჯერ ჰქონდათ მინუსი ეკონომიკურ ზრდაში, -5% ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა და შემდეგ ნულის გარშემო ტრიალებს მათი ეკონომიკური მაჩვენებლები. მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ ჩვენ რომ ხან 2 მილიარდს პირდებიან, ხარას პირდებიან, დღეგამოშვებით, ესე იგი არიან ამ სქებაში, მაგრამ სულად იმიტომ რომ ინსტიტუციურად დაუჯერეს და ვეტინგები ატარეს და არ ვიცი კიდე სხვა რა ინსტიტუციურ ცვლილებებს, იმიტომ რომ ეკონომიკურად დაუჯერეს, იმიტომ რომ პოლიტიკურად დაუჯერეს, აქვს ის შედეგი. და ვინც არ დაუჯერეთ მავნე რეკომენდაციებს, საქართველოს აქვს დღეს 8%-იანი ეკონომიკური ზრდა. ხედავთ რომ უკვე ტენდენციად იქცა რომ თავდაპირველი შეფასებები სხვადასხვა ინსტიტუციების იზრდება ხოლმე მე წლის განმავლობაში, გუშინაც 6%-დან 7%-მდე გაზარდა აზიის განვითარების ბანკმა. ეს არის შედეგი მშვიდობისა. ეს არის სინამდვილეში რა არჩევანიც გააკეთა 2022 წელს საპარლამენტო არჩევნებისას და რატომაც გაბრაზდნენ უცხოელები, რომ ქართულმა ხალხმა თქვა, რომ მისთვის გადამწყვეტი არის ეროვნული ინტერესები, საკუთარი ქვეყნის განვითარება და არა ის რაღაც ქიმერა, რომელსაც სთავაზობენ არამკითხე რეკომენდატორები გარედან. შესაბამისად, ჩვენი 2026 წლის ბიუჯეტიც არის ზუსტად დამსახურება ქართველი ხალხის ბრძნული დამოკიდებულებისა ქვეყნის მიმართ და მეორეს მხრივ, რომ გაყოლოდა ხალხი იმ მავნე რეკომენდაციებს, რომელიც გარედან მოდიოდა თუ შიდა აქტორების დახმარებით, NGO-ების აქტიური ჩართულობით, დღეს გვექნებოდა დეფოლტი და საქართველოს იქნებოდა 90-იანი წლების მდგომარეობაში. ბატონო შალვა, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დაპირება იყო მათ შორის
გასაოცარი დემოკრატია და ისეთი დემოკრატია გვექნება ქვეყანაში, რომ ევროპასაც კი გავაოცებთ. აი რა გასაოცარი დემოკრატია შექმნა ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში და რომელი დემოკრატიით აოცებთ ევროპას? 15 კაცი რუსთაველის გამზის გადაკეტავს და ამის საშუალება აქვს, მე მგონი ამაზე მეტი, აბა წადით და ბერლინში გადაკეტით 15 ადამიანმა, ესა პოცდამერ პლაცი, ან წადით და პარიზში გადაკეტეთ შანზელიზზე, ან წადით და რომელიმე ქვეყანაში 15-მა კაცმა გადაკეტეთ და რომ წადი და 15-მა კაცმა გადაკეტეთ და პოლიცია როგორც მოგეპყრობათ, იმას კი ხედავთ დღესდღეობით კადრებით, იქნება გერმანული პოლიცია, ფრანგული თუ სხვა პოლიცია, როგორი ბრუტალობით მიგაბრძანებენ, აი როგორ ბრუტალობით მიგაბრძანებენ შემდეგ ციხეში, ამას ნახავთ. სახეში რომ პოლიციელები ადამიანებს ციხესებს არტყამენ და ასევე ციხეებში რომ გამოკეტეთ აქციის მონაწილეები, ასე აპირებთ და ასე რაც შეეხება შიდა ტერორიზმს, რომელიც გამოწვევა არის ბევრი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, შიდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის. ხედავთ, რომ ეს არის გარედან დაფინანსებული, მხარდაჭერილი და შემდეგ მათ შორის დანაშაულის შემდეგ მხარდაჭერილი შიდა ტერორიზმი. თქვენ კადრები გაქვთ ნანახი მოლოტოვის კოქტეილს, რომ ისვრიან ადამიანები, მათ შორის 4 ადამიანი არის მოლოტოვის კოქტეილის როლისთვის დღეს გასამართლებელი. ნანახი გაქვთ? არა, ნანახი გაქვთ თუ არა? თქვენ ნანახი გაქვთ თუ არა? ნანახი გაქვთ თუ არა? მარტივი კითხვა, გასაგებია. ნანახი გაქვთ თუ არა? და ამასთან პრობლემა გაქვთ რამე? მაგას მივალ მაგამდე. ამასთან პრობლემა გაქვთ რამე, რომ თქვენ პრობლემა გაქვთ რამე, რომ მოლოტოვის კოქტეილს რო ისვის ადამიანი, ის ადამიანი ჩარჯდეს ციხეში. ამის მიმართ რამე პრობლემა გაქვთ? გაქვთ თუ არა პრობლემა? კარგი, სხვა. კი ბატონო, ვიდეო კადრები ხო ნანახია? ვიდეო კადრები ნანახი გაქვთ? მოლოტოვის კოქტეილის გაქვთ ნაქვთ? ტყუილია, ეს არის აბსოლუტურად, ეს არის ტყუილი არის კეზერაშვილის დონის ტყუილი. ნანახი გაქვთ, ეს თან მათ შორის ეს კადრები თავად მათ გაავრცელეს, ხო? თავად მათ გაავრცელეს ლაივში. ხავთ ნანახი კადრები, როგორ ისვლიან მოლოტოვის კოქტეილს და არ გაქვთ ხო პრობლემა, რომ შესაბამისად უნდა დაიჭიროს ადამიანი. თქვენ კადრები ნანახი გაქვთ სპეცსაზღვრებს, რომ წიხლებით შედგა ადამიანი პარლამენტის, ხო? ნანახი გაქვთ. არა, ნანახი გაქვთ. უნდა იყოს თუ არა? კარგი, ეხლა ამიხსენით ერთი რამე. ეხლა ამიხსენით ერთი რამე. თუკი თქვენს ნანახი გაქვთ კადრები მოლოტოვის კოქტეილს, როგორ ესვრიან ადამიანებს და ცდილობენ მათ ცოცხლად დაწვას. თუკი თქვენს გაქვთ ნანახი კადრები, რომ ეს ადამიანები, ვინც ახლა ციხეში არიან, წიხლებით როგორ შედგნენ პოლიციელს, მათ შორის ხელში სავარაუდოდ დანაეჭირა, ეს თუ ნანახი გაქვთ, თუკი ეს სწორია, რომ ასეთი ადამიანი დაისაჯეთ, მაშინ ამიხსენით, რას ნიშნავს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი გაცხადება, რას ნიშნავს ჩეხეთის განცხადება, რომ მიუღებელ პირებად გამოაცხადა, მათ შორის გამოაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იმ საფუძვლით, რომ ის ამართლებდა პოლიციის მოქმედებას. აი ესა, უყურეთ და ერთი და მეორე, როგორ აფასებთ უცხოელი ელჩების და სხვადასხვა ქვეყნების განცხადებას, რომ ეს ადამიანი გარეთ უნდა გაუშვათ. კიდე ერთხელ. ანუ ჩვენ შევცახდით, რომ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი უნდა იზრდეს ციხეში. აი ხა წადით და იმ ეგრეთ წოდებული სინდისის მოძალადეების სიიდან ამოიღეთ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელები. სადამ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელების მხარეს იდგება ბრიუსელი, სადამ ბრიუსელი იდგება მოლოტოვის კოქტეილის მხარეს, სადამ ბრიუსელი რომელიც აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას, ამას არ გაემიჯნება, მანამდე ის ღირებულებითი უფსკული, სადაც დღეს ბრიუსელი იმყოფება, ვერანაირად ამ უფსკულიდან ვერ ამოვა. და მანამდე ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხს გასცემს ყველა ასეთ ქმედებას, მათ შორის ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ სამარცხვინო საქციელს, რომელიც არის თავდასხმა ქართულ ხალხს. ირაკლის არტუასთან ნამდვილად მაინტერესებს, იმიტომ რომ ნახეთ, ეს კომპანია ბატონიშალა, ლაგი კაპიტალი, რომელიც ირაკლის არტუას სიძეს ეკუთვნოდა ბიუჯეტიდან ფულის მოპარვაში არის ღირებული და კონტრაქტები, რომლებიც დადებული არის 2023 წელს, ემთხვევა იმ დროს, როცა კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი იყო ირაკლის არტუას სიძე. შეიძლება თუ არა რომ გამოძიება მივიდეს ირაკლის არტუას სიძემდე. 2 წლის, ხო იყო 2 წლის წინანდელი, 2 გავიგე მაგრამ
ხო, მაშინაც ზუსტად იგივე ფაქტია. 2 წლის წინანდელი ყალბი ამბავი, რომელიც შეიქმნა ამასთან დაკავშირებით, ამ ყალბ არა, არანაირი კავშირი ამ კონკრეტული პროექტის შესრულებასთან არ ქონდა. ამაზე გასცა პასუხი ირაკლის არქივს, თუ კი გნებავთ რაიმე დამატებით საკითხი, კითხეთ მას და ეს დეტალები ყველას მას ეწოდება, მაგრამ უყურეთ 2 წლის წინ ქონდათ ყალბი ამბავი აწყობილი, ჩაიშალა ეს ყალბი ამბავი, გასცა ამას პასუხი ირაკლის არქივს და ჩაიშალა. ხო და ეს ყველაფერი ხო მაშინაც ხო იცოდეთ ეს რაღაც რიცხვები, რასაც ახლა საუბრობთ, ხო? ამ რიცხვებზეც გასცა ყველა თუ თარიღებს გასცა პასუხი, ჩაიშალა მაშინდელი ყალბი ამბავი, ეხლა გინდათ 2 წლის თავზე გააცოცხლოთ ყალბი ამბავი. დააკავეს ის, ვინც ხელშეკრულების შესრულებისას ჩაიდინა დანაშაული, რომელზეც არის შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ვესაუბრეთ, რომ გაისაუბრა ერთ-ერთ ადამიანს, რომელსაც ასევე დაადასტურა ბანკოკიდან ჩაიწყო და ეს ხომ არ არის ერთგვარი ახალი სქემა. ზოგადად ერთი საკითხი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ხედავთ და მას შორის ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები ამაზე მუშაობენ, ხედავთ ჩვენ როგორ ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოყენება იმისთვის, რომ გვერდი აუარონ საქართველოს კანონმდებლობას. პირველი მე შევახსენებ ყველას კიდევ ერთხელ ვენის კონვენციაზე როცა საუბრობ 51 მუხლზე, იქ მარტო იმაზე კი არის საუბარი, რომ დიპლომატები არ უნდა ჩაერიონ შიდა საქმეზე. იქ სხვა წინადადებაც არის, რომელიც ამბობს, ყველა დიპლომატიური მისია უნდა დაემორჩილოს ადგილობრივი ქვეყნის მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობას. და ოდესაც ჩვენ მოგდის ხმები, რომ არის მცდელობა გვერდი აუარონ სხვადასხვა სქემებით საქართველოს კანონმდებლობას, ორგანიზაციების სხვა ქვეყანაში გაფორმებით, სხვა ტიპის კონტრაქტების თვალთმაქცური კონტრაქტების დადებით და ასე შემდეგ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოგდის ხმები და მინდა კიდევ ერთხელ მიმართო ყველას, განსაკუთრებით დიპლომატიურ მისიებს. არავის ხელი არ წაუწდეს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისკენ და გვერდის ავლის სქემების დალაგებისკენ. კიდევ ერთხელ და მიმართავ იმ NGO-ებს, რომელიც ასეთ სქემებში თანხმდებიან, ასეთ სქემებში მონაწილეობას, ოღონდ ფული მიიღონ. მე მათ ვეუბნები, ვინაიდან ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. მათ წირავენ უცხოელები, წირავენ იმ ჯარიმებისთვის, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას და იმ სანქციებისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობა ის უცხოელები ხელებს დაიბანენ, წავენ ამ ქვეყნიდან, გადავლენ სხვა ქვეყანაში და თბილად იქნებიან, როგორც არაერთი ასეთი ადამიანი წასულა და თავისთვის თბილად და მშვენიერად არიან. და ის ხალხი, რომელსაც ისინი წირავენ კანონდარღვევისთვის, შემდეგ ზოგი დღეს ციხეში არის, იმის გამო რომ წააქეზეს ძალადობისკენ, იმის გამო რომ ბრიუსელი აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას, შემდეგ ვიღაცა ახალგაზრდამ ჩათვალა, რომ რახან ბრიუსელი აფინანსებს მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას, ალბათ ეს სწორი და მისაღები ფორმა არის და აიღო წაუკიდა ბენზინი ბოთლს და ესწოლა პოლიციას და ცეცხლი წაუკიდა პოლიციას. იმიტომ რომ ბრიუსელი აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას. ის ვინც აფინანსებდა ევროპის დემოკრატიის ფონდის რომელიღაცა თანამშრომელი, რომელიც ამას აფინანსებდა, იმან ხელები დაიბანა და სადღაცას ბრიუსელში, პარიზში თუ არ ვიცი მე ზემო ამსტერდამში თბილად არის მოწყობილი, კარგად გემრიელა თავისი ხელფასიდან აქვს ფული და მის მიერ მოლოტოვის კოქტეილის კამპანიით წაქეზებული ადამიანი დღეს ზის ციხეში. ჩვენი მოქალაქე, ახალგაზრდა ადამიანები თუ ძველგაზრდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აი ასევე მიმართავ მე NGO-ებს. ამ სქემებს, რომელსაც ისინი მათ სთავაზობს ზოგიერთი დონორი, რომ საქართველოს კანონმდებლობის გვერდისავლით და ქართველი ხალხისგან მალულად მისცენ მათ დაფინანსება, ამ სქემებში ნუ ჩაერთვებიან და ყველა ასეთ სქემებს ჩვენ ხედავთ, ვიცით, ნუ ჩაერთვებიან ასეთ მცდელობები რო არის და ასეთი აზრები ტრიალებს, ნუ ჩაერთვებიან ასეთ სქემებში, ვინაიდან თავად აგებენ პასუხს საქართველოს კანონმდებლობის წინაშე, ხოლო ის დონორი ხუთს დაიფარებს და წავა თავის სამშობლოში დაბრუნდება და თბილად სადღაცას კოქტეილს დალევს. ამიტომ ეს და მეორე ჩვენ ნახეთ სქემა, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტთან დაკავშირებით, სადაც ფაქტობრივად შიდა ტერორიზმის საწვრთნელ ბაზად აქციეს სხვადასხვა მისი სართული თუ ოთახი. პირდაპირ ვნახეთ ესე იგი ერთ-ერთი ასეთი წვრთნა, სადაც ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს ეუბნებიან,
რომ ტერორიზმს აქვს ნათელი და ბნელი მხარე. შეიძლება ეს ტერორიზმი ცუდი იყოს, შეიძლება კარგი ტერორიზმიც არსებობდეს. რომ ადამიანებისთვის ადამიანის ტერორიზმი რას ნიშნავს? ნიშნავს მკვლელობას, ადამიანზე ზეწოლას, ადამიანებს მუქარას. ეს ნიშნავს რომ რაღაცა მიზნებისთვის ძალადობის გამოყენებას. და პირდაპირ ვნახეთ პრეზენტაციაშიც ჰქონდათ პირდაპირ რომ ტერორიზმი შეიძლება რაღაც მომენტში იყოს რაღაც ვიცი ეროვნული საქმე. ზუსტად ეს გახლავთ შიდა ტერორიზმის ასე ვთქვათ წაქეზება და მნიშვნელოვანი არის რომ შესაბამის უწყებები მიყვენ ბოლომდე ამ სქემას, გამოვლინდეს ყველა დამფინანსებელი, იმიტომ ის ვინც აი ამ ორგანიზაციას ფრანკლინის კლუბის რაღაც შემდეგი ის რო არის საცეცი რომ არის შექმნილი, ვინც ამ ორგანიზაციას და ვინც აფინანსებს, რომ მე-9 კლასელ ბავშვებს აზროვნება გაუმრუდონ და ძალადობა როგორც დასაშვები როგორც დასაშვები ზომა ასე ვთქვათ, მას ასე ვთქვათ აუხსნა რომ თითქოს ძალადობა არის დასაშვები და ტერორიზმია, აი ის ვინც აფინანსებს, ის არის საქართველოს მტერი. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. ქართული საზოგადოების მტერია, ვინც აი ასეთ ღონისძიებას აფინანსებს, ვინც ასეთ ღონისძიებას ატარებს, ის არის ჩვენი ახალგაზრდობის მტერი და შეგახსენებთ რომ ზუსტად იგივე მენტალიტეტი 100 წლის წინ გარედან მოგვახვიეს თავს, როდესაც მიზანი ამართლებს საშუალება ათქმევინეს ბოლშევიკებს და ბოლშევიკური ტერორი დაამკვიდრეს საქართველოს. აი ბოლშევიკების მემკვიდრეები არიან დღეს ის ლიბერალური ფაშისტები, რომელთაც ამერიკაში ჩარლი კირკი მოკლეს, რომლებიც ევროპაში ატერორებენ ადამიანებს, ესა ბოლშევიკების შთამომავლები არიან, რადიკალი მემარცხენე ლიბერალი ფაშისტები, როგორც 100 წლის წინ მათ შორის ევროპიდან შემოვიდა ტერორის ეს იდეოლოგია, რომ მიზანი ამართლებს დასავლეთთან შემოვიდა მიზანი ამართლებს საშუალება, დღესაც ჩვენ ხედავთ, რომ მიზანი ეს ტერორისტული იდეოლოგია დღეს მკვიდრდება უცხოური დაფინანსებით, საგანმანათლებლო დაწესებულების გამოყენებით, სკოლის მოსწავლეებში ამ ყველაფრის ჩანერგვის. ამიტომ უპირველეს ყოვლისა მე მიმართა მშობლებს, რომელმაც იციან რომ მათი შვილები ასეთ ტერორისტულ გადამზადებებს გადიან საქართველოს უნივერსიტეტის რომელიღაცა სართულზე, მათ მშობლებს მიმართავ რომ ხდება მათი შვილების რადიკალიზაცია და ტერორისტებად მომზადება და მიმართავ მათ ვინც ამაში ფინანსურად თუ ორგანიზაციად ჩართული არის, ну რა თქმა უნდა ამას ყველაფერს თავისი რეაგირება ექნება და მიმართავ კიდე მათ შორის იმ უცხოელ დონორებს, ვინც აი ამას აკეზებს და გონია რომ მარტო საქართველოს დააზიანებს. ვინც სხვა ქვეყანაში ვინც აფინანსებს ექსტრემიზმს, ის საბოლოო ჯამში თავად იმყოფს ტერორიზმს და ეს ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, მათ შორის ევროპის მაგალითზე, როდესაც ახალისებ გარეთ რადიკალ ჯგუფებს, საბოლოო ჯამში ეს ჯგუფები მოგადგებიან სახში ტერორისტებად. გასაჯაროებული გეგმის და ამაჟონილი ინფორმაციის შემდეგ რა მოლოდინი უნდა გქონდეს ქართული ოცნებისგან აქციის პირველი ეს გეგმა არის ყალბი მარტივად თქვენც კი შეგიძლიათ ამხილოთ ჩახვალთ ქვემოთ შეხედავთ ჭიშკარს და ჩემზე კარგი ჩემზე ხოდა როგორ ფიქრობთ ის ფოტო როგორი არის ჩადით ნახეთ ჭიშკარი მასე გამოიყურება თუ არა ჭიშკარი დღეს იცით რომ ზუსტად აი იმ ფოტომ ამხილა რომ აბსოლუტურად არის ყალბი რაღაც დოკუმენტი და მათ შორის ვიცით რომ ეს არის შაიშმელაშვილის ნამოქმედარი თავის დროზე რომელიც მას თავზე გადაახიეს იმიტომ რომ ეთყობოდა რისთვისაც აკეთებდა ამ ყველაფერს რომ შემდეგ ეს გაესაღებინა რაღაც ოფიციალური დოკუმენტი შესაბამისად კიდევ ერთხელ ადამიანი სამხრეთში მყოფი ადამიანი, როდესაც გაიქცევა სხვა ქვეყანაში და იქიდან შენ ქვეყანაში ცდილობს არეულობის მოწყობას, ეს ადამიანი დეფინიციითვე არის მოღალატე. ამიტომ მოღალატეები საქართველოს საზოგადოებასთან არანაირი კავშირი მათ არ უნდა იყოს სადაც არის, შვენივრად არის ის და სხვათა შორის აი ვინც მას ინახავს, საბოლოო ჯამში მას მიუბრუნდება მისი ასეთი ტერორისტული აზრები, რომელიც მას აქვს. ვისაც უნდა საქართველოს არის დემოკრატია და საქართველოში ვისაც სურს საკუთარი აზრის თავისუფლად მშვიდობიანად გამოხატვა, ყველა არის თავისუფალი რომ მშვიდობიანად გამოხატოს თავისი აზრი.
როგორც კი ვინმე დააპირებს ძალადობას, თქვენი აზრით რა უნდა ვქნათ? აი თქვენი აზრით, აი ვიღაცამ ქვარო გესულოთ თავში აქციიდან, რა უნდა ვქნათ? გასაგებია, ხო? ამიტომ არაფერი, მე ჩვენ კიდე ერთხელ საქართველოს დემოკრატია ყველა შეუძლია მშვიდობიანად გამოხატოს თავისი აზრი, ყველა მოძალადე, რა თქმა უნდა, პასუხს აგებს. როგორ აგებს პასუხს ეს ნახეთ ჩვენ წინა შემთხვევებთან დაკავშირებით და მეორე, რა თქმა უნდა, ვინც პოლიციაზე იძალადებს, ვინც საქართველოს პარლამენტის დაწვას გადაწყვეტს, კიდევ ერთხელ როგორც შაშან გადაწყვიტეს, ამ ჯერზე ვერც ერთი უცხოელი მათი მფარველი ხელს ვეღარ დაიბანს. მე მინდა ეს შევპირდე ყველა უცხოს, ვერავინ ხელს ვერ დაიბანს. ვინც დღეს თვალს უხუჭავს ამ რადიკალებს, ვინც დღეს აქეზებს ამ რადიკალებს. მათ შორის რამდენიმე დღის წინ ნაციონალური მოძრაობა, რომელიცაც დაანონსებული აქვს ძალადობა, იმყოფებოდა ბრიუსელში. იქით ამ მხრიდან არ იყო განცხადებები, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის განცხადებით თუ დაუჯერებთ, მათ შორის ევროკომისიაში ჰქონდა შეხვედრები სხვადასხვა თანამდებობის პირთან, რა თქმა უნდა, ესეც არის ძალადობის წაქეზება. ამიტომ იქნება ერთი ფაქტის ძალადობის, ამაზე ხელს ვეღარ დაიბანს მათ შორის ევროკავშირი, მათ შორის ბრიუსელი, რომლის პრესპიკერმაც სოლიდარობა გამოუცხადა წინასწარ დაანონსებულ ძალადობას. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ძალადობას გაეცემა შესაბამისი პასუხი. ვინაიდან ჩვენ აქ შიდა ტერორისტს და მოძალადეებს, რა თქმა უნდა, გასავალი ვერ ექნება. ვინაიდან დღეს თავარი სამიზნე ნახეს რა, რომ ქართველების ნებას და ქართველების არჩევანს ვერ შეცვლიან, ნახეს რა, გარიძალებმა ეს ყველაფერი, დღეს მათი მთავარი სამიზნე არის ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამიტომ მთავარი იარაღი მათთვის არის არეულობის მოწყობა 4 ოქტომბერს 100,000 ქართველი ხალხი ამორჩეველი გამოვა და პასუხს გასცემს ყველას საარჩევნო ყუთთან. და მე მოუწოდე მათ შორის ყველა უცხოელს, რომ ფართოდ გაახილოს თვალები, შეხედოს არჩევნების შედეგებს, ჩახედოს იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მივლენ და პატივისცეს ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანს და გაემიჯნოს ყველანაირ ძალადობას. ჩვენ ზოგადად ჩვენი პოლიტიკა არის დიალოგის პოლიტიკა. და მათ შორის უპირველეს ყოვლისა საერთაშორისო ასპარეზზეც არის დიალოგის პოლიტიკა. სამწუხაროდ ბრიუსელმა არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის ხედავთ უკრაინის ომთან დაკავშირებით ბრიუსელის გასაკვირად ხის პოზიციას განსხვავებით ამერიკის შეერთებულ შტატებისა, რომელიც ცდილობს რომ მშვიდობა დაამყაროს. ხედავთ რომ ბრიუსელს აქვს ევროპისთვის არასაკადრისი უჩვეულო ჩაკეტილობა და ძალის პოზიციიდან საუბრის ტაქტიკა არჩეული საქართველოსთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ ყოველთვის დათვალთ დიალოგისთვის და ყველანაირ ფორმატში ჩვენი მონაწილეობის, ამიტომ მისასალმებელია, რომ აქ შესაძლებლობა ექნება საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ ისაუბროს იმაზე, თუ რას ნიშნავს, თუ რა მიღწევები აქვს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით და რატომ გვინდა ჩვენ ყოველთვის ღია დიალოგისთვის და რატომ არის ჩაკეტილი ბრიუსელი დიალოგისთვის. პასუხი მარტივია. დიალოგის ეშინია მას, ვინც არ არის დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში. ბრიუსელმა იცის, რომ ის ტყუის ქართველი ხალხის წინაშე და საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რომ ის მართალია ქართველი ხალხის და საქართველოს ისტორიის წინაშე. ამიტომ ჩვენ ვართ თამამი დიალოგის დროს. ბრიუსელი არის ჩაკეტილი, ვინაიდან იცის, რომ არ გააჩნია მყარი არგუმენტები იმისთვის, რომ საკუთარი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, თავდასხმები ქართველი ხალხის მიმართ გაამართლოს. ამიტომ ეს არის ძლიერ როცა ხარ ძლიერი, არ გეშინია საუბრის, როცა ხარ სუსტი შენ არგუმენტებში, როგორც ეს ბრიუსელი არის, მათ ეშინიათ საუბრის. მოუწოდებ, რომ დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ ეგეთი ევროპა გვაქვს თავის დროზე აშენებული, როგორც ჩანს ზოგიერთმა ევროპაში გადაუხვია იმ ევროპას, რომელსაც საფუძველი ჩვენ ჩაუყარეთ, მათ შორის ჩვენ ერთგული ვართ ევროპის ჭეშმარიტი ღირებულებების მიმართ და ზოგიერთს ხედავთ, რომ ხმლის ქნევაში არიან, ოღონდ
თავის ოთახში ჩაკეტილები იქნებიან ამ ხმალს და რა ვიცი ებრძვიან წარმოსახვით მტრებს დამშვიდნენ გამოვიდნენ და დაუბრუნდნენ დიალოგის რეჟიმს ისაუბრონ ქართულ ხალხთან ქართული ხალხის იგნორირება არ გამოუვათ 3000 წელი აქ ვარ და ვერავინ ვერ დაგვაიგნორირდა და ხა ნუ მაინც და მაინც ბრიუსელის ევროკომისიის პრეს-სპიკერი ქალბატონის იგნორირების იმედად ნუ დარჩებიან ამიტომ ჩახედონ ქართულ ხალხს თვალებში და ესაუბრონ მადლობა